მერკური მერწყულში. მერკური მერწყულში არიან ადამიანები, ჯერთი ძალიან განსხვავებულად ლაპარაკობენ და შეიძლება ვიღაცთვის გაუგებრადაც. იმიტომ რომ მერკური მერწყულში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან იშვიათ და განსხვავებულ სიტყვებს იყენებენ ჯერ ეს ერთი. მეორე კიდე ძალიან ვიღაცისთვის აბდაუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ უბრალოდ იმდენად ისეთია, რა ქვია, სულ განსხვავებული ინტერესები აქვთ ამ ადამიანებს და რაც ყველასთვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ. შესაბამისად, აქ პრობლემა მერწყულში არ არის. ან პრობლემა არავისში არ არის, უბრალოდ ესეთი ადამიანები არიან. მერკური მერწყულში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ განათლების მიღება როგორც ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, ასევე ინფორმაციას ეძებენ ხოლმე რაღაცა განსხვავებულ, იმდენად განსხვავებულ, რომ შეიძლება აზრათაც არ მოგაფიქრდეს, რომ საიდან ეძინა და უცებ მოაფიქრდა, ნეტა რატო ხდება ეს ჩვეულებრივად ადამიანს ეს არ აფიქრდება ხოლმე. შესაბამისად, მერკური მერწყულში არიან საკმაოდ განსხვავებული მოსაუბრე და განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები. და მანქანებიც ეგეთი მოსწონთ, ან რაღაცა განსხვავებული, გამორჩეული უნდა იყოს მისი მანქანაც. ან თვალში რომ შეხედავ და რომ იტყვი, რომ ეს მერწყულის მანქანა არის უდაოდ. ფერები შეიძლება განსხვავებული ქონდეს, მოდელი, ისე რომ ბევრი რო არ იყენებს რა და შეიძლება ბევრს რო არც მოსწონდეს. თუმცა ამით შეიძლება სხვები მოხიბლონ სხვათა შორის. მერკური მერწყულში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვათა შორის თავიანთი საუბრით, რომ პირდაპირ მიანიშნონ, ის რა მე ვარ განსხვავებული, ასე ვთქვათ. მოკლედ, ეხლა თქვენი ცნებებისთვის დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე.